რატომ არის გერმანიაში საფხულის დადგომა დაკავშირებული არც თუ ისე მარტივ ნევროლოგიურ ინფექციურ დაავადებასთან და როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი ამ ყველაფრისგან. მოკლედ, ვინც არიცით, გეტყვით, რომ გერმანია ეს არის ერთ-ერთი ენდემური კერა ლაიმის დაავადებისთვის და განსაკუთრებით გერმანიის სამხრეთი და ზაფხულში კიდევ უფრო იმატებს ამ დაავადების გავრცელების რისკი, რადგან ზაფხულში ადამიანები კიდევ უფრო გადიან ბუნებაში, ტყეში, მდინარის პირას, ისეთ ადგილებში, სადაც არის კიდევ უფრო მეტად ამ კონკრეტული დაავადების გადამტანი ტკიპა. და ადამიანებიც შესაბამისად ზაფხულში ნაკლებად არიან სამოსით შემოსილი, არის ბევრი, ესე რომ ვთქვათ, თავისუფალი სხეულის ნაწილი, სადაც თავისუფლად შეუძლია ტკიპას მოთავსდეს და ესე რომ ვთქვათ, ადამიანის სხეულში გადაიტანოს ამ დაავადების გამავრცელებელი ბაქტერია ბორელია. სანამ კონკრეტულად ნევროლოგიური დაავადებების განხილვაზე გადავალ, გეტყვით მანამდე, რომ კონკრეტულად ტკიპის ნაკბენი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ლაიმის დაავადებით ინფიცირდება ადამიანი და არც ლაიმის დაავადება გულისხმობს ავტომატურად ნეირობორელიოზს, ანუ ავტომატურად ნერვულ გართულებებს. მოკლედ, მანამდე გეტყვით, რომ თვითონ ლაიმის დაავადება უფრო ხშირად ვლინდება ლაიმის ართრიტით, ანუ ადამიანს ამ შემთხვევაში აქვს ძირითადად სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ოფლიანობა, ძირითადად უფრო ვირუსულ ინფექციას წააგავს ეს კონკრეტული. აქვს ასევე გულის მხრივ გამოხატული ჩივილები, კარდიტით შეიძლება განვითარდეს, არის ასევე თვითონ კანის მხრივ გამოხატული დაზიანებები და რაც შეეხება ჩვენს მნიშვნელოვანს, ანუ ნევროლოგიურ გართულებას, ნეირობორელიოზს, რაზეც უფრო ვრცლად ვისაუბრებ, რადგან საფხულის მოსვლა გერმანიაში ჩვენთვის ნევროლოგებისთვის ასოცირდება არც თუ ისე ცოტა ამ კონკრეტულ დაავადების მქონე პაციენტებთან შემხებლობასთან და გადავიდეთ თვითონ კონკრეტულად ნეირობორელიოზზე რა არის და როგორ ვლინდება. ანუ ნეირობორელიოზი ვითარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს კონკრეტული ლაიმის დაავადების გამოწვევი ბაქტერია ბორელია ხვდება უკვე თავის ტვინში, ან ზურგის ტვინში, ან პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, ანუ როდესაც იწყებს უკვე ნერვული სისტემის დაზიანებას. და ეს კონკრეტული ვლინდება უმეტეს შემთხვევაში ძლიერი თავის ტკივილით, ან შეიძლება გამოვიდეს სახის ნერვის დამბლით, ან ნებისმიერი თავის ტვინის ნერვის დაზიანებით, ეს შეიძლება იყოს მხედველობის ნერვის, სმენის, ყნოსვის და ასე შემდეგ. თუმცა შედარებით იშვიათად უფრო მეტად აზიანებს სახის ნერვს და ძირითადად ადამიანებს აღენიშნებათ სახის პარეზი. მოკლედ, ასევე მნიშვნელოვანი არის კიდურების დაბუჟება, შეიძლება ქონდეს სენსიბილიზაციის მოშლა, ან წონასწორობის დარღვევა, მეხსიერების გაუარესება, მაღალი სიცხე, აქაც რა თქმა უნდა შესაძლებელი არის და ზოგადად მთლიანი სხეულის ტკივილი და კუნთების განსაკუთრებით და ასე რომ ვთქვათ, არც თუ ისე მარტივად ჟღერს ეს კონკრეტული და ძალიან რთული ფორმებით მინახავს ნევროლოგიური პაციენტები. რაც შეეხება თვითონ პრევენციას, პირველი პრევენცია რაც არის, როდესაც ბრუნდებით ბუნებიდან, აუცილებლად უნდა მიიღოთ შხაპი და დაითვალიეროთ თქვენი სხეული. სასურველია სარკეშიც რომ უკანაც კარგად მოხდეს ამ ყველაფრის დათვალიერება, რაც არ უნდა ისე ჟღერდეს, ნამდვილად სასურველი არის, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ ყოველი ბუნებიდან დაბრუნების შემდგომ, განსაკუთრებით ყურადღება ბავშვებს უნდა მიაქციოთ და სხეულის დათვალიერება გითხარით და თუ შენიშნავთ ტკიპას, აუცილებელი არის მოხდეს მისი მთლიანი ამოღება სხეულიდან და რა თქმა უნდა, როდესაც ტკიპა რამდენიმე საათში მოშორდება კანს, დაინფიცირების რისკი არის ბევრად უფრო დაბალი. ანუ 24 საათი მაინც უნდა იყოს ტკიპა, რომ მოხდეს ამ კონკრეტული ბაქტერიის გადასვლა ადამიანის სხეულში. უფრო ნაკლებ დროშიც რა თქმა უნდა არის შესაძლებელი, მაგრამ რისკი არის დაბალი. ამიტომ პირველი რასაც აკეთებთ, ითვალიერებთ სხეულს ბუნებიდან, როდესაც ბრუნდებით და იღებთ ტკიპის არსებობის შემთხვევაში ტკიპას ყოველთვის სხეულიდან ბოლომდე არ უნდა ჩარჩეს არანაირი ნაწილი ტკიპის კანში. შემდეგ დაიმუშავებთ ანუ ამ კონკრეტულ ადგილს, პირველ რიგში დაიბანთ კარგად და შემდეგ უკვე ანტისეპტიკით და იმ კონკრეტულ ადგილს ანუ უნდა სუფთად შეინახოთ და ცივი საფენები არის სასურველი, ანუ ეტაპობრივად 10 წუთი ან 15 წუთი. შემდეგ უკვე აკვირდებით ამ კონკრეტულ ნაკვენს და თუ განვითარდა ერითემა მიგრანსი, აუცილებლად ჩაგისვავთ აქ თვითონ ფოტოს, როგორ გამოიყურება ეს კონკრეტული. თუმცა ყოველთვის შეიძლება ეს ერითემა არ გამოიხატოს და მაინც სამწუხაროდ იყოს განვითარებული უკვე სხეულში ლაიმის დაავადება, მაგრამ უმეტესად კლასიკურად მიმდინარეობს ამ კონკრეტული ერითემის განვითარებით. და უნდა მიმართოთ აუცილებლად შემდეგ უკვე ოჯახის ექიმს და თუ კი რაიმე სიმპტომი შენიშნავთ, ან ცხელებას, ან სახსრების
ტკივილს ან კუნთების დაჭიმულობას, უნდა მიხვიდეთ ოჯახის ექიმთან და ოჯახის ექიმი აკეთებს უკვე ანალიზს ანტისხეულებს ამ კონკრეტულ დაავადებაზე გაქვთ თუ არა. და გართულებულ შემთხვევაში, როდესაც უკვე დაგვიანებულია და ნევროლოგიური სიმპტომატიკაა წამოსული წინა პლანზე, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმი კლინიკაში უშვებს ასეთ პაციენტს და ხდება თავზურგ-ტვინის სითხის გამოკვლევა, რითაც ვადასტურებთ უკვე ამ კონკრეტულ დაავადებას, თუმცა ეს უკვე არის გვიანი ფაზა და სჯობს, რომ ადრეულად მოხდეს აღმოჩენა ამ დაავადების და ესე რომ ვთქვათ, დროულად დაიწყოს ანტიბიოტიკოთერაპია და შესაბამისად შეიძლება არანაირი სიმპტომი აღარ გამოუვლინდეს ადამიანს და მოხდეს ამ დაავადების, ესე რომ ვთქვათ, აღმოფხვრა.